არსებობს თუ არა ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელსაც ენდობით? არც ეს პარტიას არ ვენდობია. არა. ნაკლებს. ისევ და ისევ ალბათ სამთავრო. კი. და რა განაპირობებს თქვენთვის ამ ნდობის ხარისხს? ანუ კრიმინალი აღიქმება ქვეყანაში. კი ბატონო. ალბათ არა. და რა არის მიზეზი, რის გამოც ნდობას არ უცხადებთ მათ? ვერც ერთმა დაამტკიცა ის სიტყვები, რომელიც მოსვლამდე იყო. რაც ახლა ხდება საქართველოში. ვითარება რაც ხდება ამჟამად. რავი, არ ვენდობი ვაფშე ამ პოლიტიკოსებს. შენი აზრით საქართველოს სჭირდება თუ არა ახალი პოლიტიკური სახეები და ახალი პოლიტიკური სისტემა? კი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეგ ალბათ სასურველია. თვითონ ბატონო ბიძინემაც თქვა, როგორც მე მახსოვს, რომ რაღაცა შეცვლა საჭირო. და რაღა ითქვა და ფიქრობს, თან ეს იყო ერთი ალბათ 3-4 თვისი. ესე იგი ფიქრობს მაკუთითაც ალბათ. მადლობა. აი მოკლედ თქვენ ნახეთ თუ როგორ მოითხოვს ხალხი პოლიტიკაში სიახლეს ახალი სახეების გამოჩენას, შესაბამისად დრო მოვიდა შევცვალოთ სისტემა, გამოიწერეთ ჯგუფი აირჩიე და დავწეროთ მომავლის ისტორია.